გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრებს, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოს წარმომადგენელს მე თამარ ცინცაბაძეს ჰქონდა შეხვედრა ისნის რაიონის მოსახლეობასთან. ჩვენ ესეთი შეხვედრები გვაქვს მუდმივად მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით. და დღეს აი ზუსტად ისნის რაიონის მოსახლეობისგან გავიგეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებს. ეს ეხება ავარიულ შენობებს, ეს ეხება უგზოობას, ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და მათ ელემენტარული წამლისა და კვების თანხაც კი არ გააჩნიათ. და ეს ეხება აგრეთვე იმ განუკითხაობას, რომელიც მთელი დედაქალაქისთვის არის დამახასიათებელი და სამწუხაროდ ისნის რაიონშიც გვაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც უკანონოდ არის გასხვისებული მიწა, რომელიც რეალურად არის ხალხის საკუთრება, იმიტომ რომ ეზოში არის ერთადერთი გზა და აი ეს გზა წინა ხელისუფლების დროს სამწუხაროდ გასხვისდა და ამან შეუქმნა მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მივაქციოთ ყურადღება და ეს ყველაფერი გადაწყდეს ისე, როგორც სჭირდება მოსახლეობას. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრები ჩვენივე პარტიის საკრებულოს დეპუტატთან ქალბატონ თამარ ცინცაბაძესთან ერთად მართავს პერმანენტულ შეხვედრას ამჯერად უკვე ისნის რაიონში. ეს შეხვედრები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთელ რეგიონებში. რამე თუ ჩვენ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყოს ხალხთან ახლოს და არა ისე, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად აკეთებდა. რამე თუ თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ცნობილი ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც გააჩნია ჩვენს მოსახლეობას. ეს ქალბატონი თამარ ცინცაბაძე პოლიცსაბჭოს წევრებთან ერთად ხვდებოდა ისნის რაიონის მოსახლეობას. და გაიზიარა პრობლემები, შეძლების დაგვარად დაგვირდა, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებოდა. იმიტომ რომ ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი მთავრობა ისევე როგორც ძველი მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რომ ეს ხალხი როგორმე თუნდაც ერთი და ორი თვით იყოს რაღაც დაკმაყოფილებული.